მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ მორიგი ვიდეოს ჩაწერას. ამჯერად გავარჩევ NLT-ის სესიას LeaderBC. ეს არის ჩვენი გამომწერის ვიდეო, რომელიც აქამდეც გავარჩიეთ ერთხელ და უკვე დევს ჩემს არხზე და ეს იქნება მეორე ნაწილი. გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ახლა ვუყურებ მაგიდებს და NLT-ზე ზოგადად LeaderBC არ არის კარგი ექშენი, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემი აზრით. პირველ რიგში ამას ვიტყოდი, იმიტომ რომ არის მართლა კარგი პირობები NLT-ის მოთამაშეებისთვის. ანუ რეიკბექია რა, ახლა NLT-ის ესეთი ლიმიტია, რომ რეიკბექი ძალიან ცოტა რომშია. და კიდე ძალიან კაი რეიკბექია რა, თითქმის 70%-მდე და თუმცა რეიკბექი არ გიშორის, თორე ექშენი არ არის სამწუხაროდ. მოდი პირდაპირ დავიწყოთ დაკომენტარება. ნახევარსაათიანი ვიდეოა, მოდი 2x-ზე დავაყენოთ, ერთი წუთი. აბა, წავიდა. ტრიმაქსებია, აქ აი სულ ესეთი სიტუაცია ხომ ლიდერებს, მეც ლიდერებს ვთამაშობ ხა და სულ ტრიმაქსები და რაღაც ეგეთები რა. და თან ეს ხა ამას როგორც ვუყურებ, არ ვიცი ეს ოპონენტები მე მგონი რეგულარები არიან, მე მგონი რეგვარი არის ხა NLT-ის რეგვარი ცოტა ნამეტანია ჩემი აზრით, ანუ NLT და ზოგადად მიკროლიმიტები და ზოგადად პოკერი შეიძლება ითქვას, ანუ მაგიდაზე უნდა იჯდეს რეკრეაციული მოთამაშე რა, ძალიან მნიშვნელოვანი მაგიდაზე იჯდეს რეკრეაციული მოთამაშე. კი ბატონო, შეიძლება რეგვარი ითამაშო, დავუშვათ ერთი მაგიდა რომ ელოდებოდე რომ შეივსოს, მაგრამ აი ორი მაგიდა რეგვარის თამაში არ ამგონია დიდი აზრი კონდეს. კი, შეიძლება კონდეს რაღაცა უპირატესობა, როცა კარგი რეიკბექის პირობებში თამაშობ და უპირატესობაზე თამაშობდე, მაგრამ მაინც NLT-ია რა. ყოველთვის შეიძლება რამე ექშენის პოვნა. ესე იგი. კაროლდამით იზოლირება, საიზინგებზე წინა ვიდეოში ვილაპარაკე, ეხაც გამომეორდები საიზინგები. მოდი თქვათ ესეთი რაღაცა. არის ოფერეიზის საიზინგი, ხო? სტატიკური საიზინგი აქვს. NLT-ზე მე რეკომენდაციას გავუტოვდი 3 დიდ ბლაინდს, ანუ 3 დიდი ბლაინდი, მით უმეტეს small blind-დან. და small blind-ზე ყველა ლიმიტზე 3 დიდ ბლაინდს ვარეიზებ მე პირადად და NLT-ზე სხვა პოზიციებიდან 3 დიდ ბლაინდს დავარეიზებდი რა. როცა არის ლიმპი და შენ აკეთებ იზოლირებას, შენი ოფერეიზის საიზინგს უნდა მიუმატო ერთი ლიმპი. უპოზიციოდ შეგიძლია მიუმატო კიდე ერთი ბლაინდი. ამ შემთხვევაში 5 ბლაინდი იქნებოდა ოპტიმალური უპოზიციოდ ჩემი აზრით. და ანუ ეს არის პრინციპი რა, ოფერეიზის მიმატებული თითო ბლაინდი თითო ლიმპერზე და კიდე ერთი ბლაინდი უპოზიციოდ. ეგ არის და ეგ. ზოგადად არის ხოლმე გამონაკლისი სიტუაცია, როცა რაღაცა ფიში გილიმპავს და ფიში გილიმპავს ხოლმე როგორც წესი, ხო? ანუ რეგულარები დიდად არ ლიმპავენ ხოლმე. ეხლა მივხვდი რომ ეს ოპონენტი მაინც რეგულარი არ ჩანს, იმიტომ რომ ლიმპავს ბატონს. ზეღარ რეგვარებზე რომ ლაპარაკობდი, მაგრამ ეგ მაინც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, რაც თქვი. და იცი რომ დავუშვათ ეს რეკრეაციული მოთამაშე დიდი საიზინგის დამქოლავიც არის, ხო? შეგვიძლია უფრო დიდი საიზინგი გახვიდე, ეგ არ არის პრობლემა. საიზინგის შემცირებას დიდი აზრი არ აქვს ხოლმე რა. და საიზინგის მომატებას ზოგჯერ აქვს ხოლმე რა აზრი. მაგალითად ძლიერი ხელით. აქ აგრესიის გაგრძელება შეიძლება, არ არის მაინდამაინც გადასარევი ფლობი, მაგრამ ორი ოვერკარტაა, გაჩოტია, backdoor flash throw, კაი კარტია ზოგადად და უპოზიციოდ შეიძლება პატარა საიზინგი, აქ 1/13 საკმარისი იქნებოდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ თუ გინდა რომ ოპონენტს რამე დააყრევინო, იდეაში მაინც ორი ბარელით მოგიწევს თამაში რა. ერთი ბარელით ესეთ ფლოპზე ხშირად ვერაფერს ვერ დააყრევინებ ხოლმე, ხო? შესაბამისად, პირველი ბარელი შეიძლება პატარა გააკეთო და მეორე ბარელი შედარებით დიდია რაცა. 1/13 ან 1/4 და მერე 3/4 სიტუაცია, ანუ ვერბეთი. აი ამ რეიზის დახოლვა აბსოლუტურად გამომართლებელია. ანუ მოდი ასე ვთქვათ, როცა პასიურად ვათამაშებთ ჩვენს მოლოდინე ხელს, უნდა ვითამაშოთ ჩვენი ოცების მიხედვით. მე მაქვს არხზე მათემატიკის ვიდეო, სადაც ხსნი ოცების და აუტების ამბავს, მათემატიკას, პოკერის მათემატიკას.
ხო და მოდი აი ესეთი ფორმულა დავიმახსოვროთ, როცა გაჩოტი გიჭირავს, გაჩოტი არის ძალიან დაბალი equity აქვს გაჩოტი. კი აქ overcard-ებიც გაქვს, კი შეიძლება backdoor flash-იც გაქვს, მაგრამ დიდ არაფერ values-ზე გარგმატებს. გაჩოტის გათრევა პასიურად, როგორც წესი, არ არის ხოლმე მომგებიანი. თუ რაღაც ძალიან პატარა საიზინგით არ გირეიზებს ოპონენტი რა. აი min raise-ი რო ყოფილიყო, ან 2.5x-ი კიდე შეიძლებოდა დაქოლვა, იმიტომ რომ ანუ რაღაც გაგებით იმპლაიდოცების იმედად, მაგრამ ესეთი 5x-ი raise-ის წინააღმდეგ გაჩოტი არავითარ შემთხვევაში არ თამაშობს. როცა flash draw გაქვს მაგალითად, ან ორხრივისასრიტე გაქვს. მაგ შემთხვევაში შეიძლება ხოლმე რომ ოცებით გაწყობდეს თამაში. მაგ შემთხვევაში უნდა დაითვალო ოცები უბრალოდ. რამდენი გაქვს გადასახდელი, პოტენციურად რამდენის მოგება შეგიძლია და რამდენი გაქვს equity. ეგ არის და ეგ. რამდენი აუტიც გაქვს იმას 4-ზე ამრავლებ ფლოპზე, 2-ზე ამრავლებ თერზე. ეხა ამას ესე მოკლედ თქვი, ვინც არის ის მაინც ვერ გაიგებდა, ვინც ის უბრალოდ გაახსენდებოდა, მაგრამ ვინც არის ის იმათთვის მათემატიკის ვიდეოა და იმას უყურეთ, იმიტომ რომ ეხა ამ ვიდეოში მაგას თავიდან ვერ ახსნი. ვერ ახსნი რა გაგებით ეხა პრინციპში ახსენი რა, მაგრამ ძალიან ზედაპირულად და იქ უფრო სიღრმისეულად არის განხილული ეგ თემა. ეხა აქ უკვე ამ ხელაპოჩი, აი ეს იყო ის სიტუაცია, სადაც შეიძლებოდა გაჩოტის გათრევა რა იდეაში, იმიტომ რომ მან უკვე ძალიან პატარა ზომის ფსონი გააკეთა ოპონენტმა, მაგრამ როცა წინა ქუჩაზე როცა 5x raise-ი იყო, იქ არანაირი დაფიქრებაც არ იყო საჭირო, პირდაპირ fold-ი იყო ეს hand-ი. მანამდე აბა რა ხდებოდა აქ? ესეთი არაფერი. კაი, გავაგრძელოთ. რა ისევა მაგიდები როგორც ვატყობ. Smobline-ზე შვიდიანების call-ით შეყვანასაც შეეხება, როცა უკან რეგულარიზის, არ ამგონია დიდი აზრი გქონდეს რა. ტრიბეთით თამაში ჯობია ხოლმე ესეთ სიტუაციაში ჩემი აზრით. თან უპოზიციოთ Smobline-ზე დაქოლვას ყოველთვის ტრიბეთი ჯობია. ამ ფლოპზე, ხო და მაგიტოა რომ აი ეს ტრიმაქსის თამაში ზოგადად და მithumetes ეს ახლა რეგვარია თუ არა ვერ გავიგე კარგად, მაგრამ ეს ოპონენტი არ ყავს მონიშნული, ასე რომ ან უცხო ოპონენტია, ან ისეთი შეიძლება რეგულარია, დამწყები რეგულარი, რომელიც ხანდახან ლიმპავს, მაგრამ ნუ მთლიანობაში multi-tabling-ით არის და full stack-ით და რაღაცა, ანუ რაღაცებს სწავლობს რა. ერთი სიტყვით, ტრიბეთი გიმარტივებს ცხოვრებას რა, 4x ტრიბეთს გააკეთებ, რაღაც ნაწილი range-ის პრეფლოპზე დაეცემა, რაღაც ნაწილი ფლოპზე დაეცემა, რაღაც შემთხვევებში 7-იანი მოგხდება ხოლმე ფლოპზე. ანუ მოკლედ რაღაც პერსპექტიული პონტია რა. და call-ი თითქმის ყოველთვის overcards ნახავ ფლოპზე, ანუ 7-იანზე მაღალი, თითქმის ყოველთვის რაღაცა მოვა, ანუ მეორე წყვილი გექნება ხოლმე, ან მესამე წყვილი. 7-იანი როცა მოგივა ხოლმე, ფაქტი არ არის რომ ოპონენტი სტეკით გადაიხდის. ანუ რო call-ავ, რჩები უპოზიციოდ სუსტი ხელით. აი ყოველთვის თითქმის აი კლასიკური შემთხვევა არის ფლოპიდან, რომ სუსტი ხელით ხარ უპოზიციოდ. კი მესმის big blind-ზე რომ ფიში ყოფილიყო, დავუშვათ აი კარგი ფიში ხო? დაქოლავდი 7-იანებს, შემოუშვებდი და უკვე შენ ერთადერთი ასე ვთქვათ, ამ 7-იანების გამართლება იქნებოდა ის, რომ უბრალოდ როცა 7-იანს ნახავ ხოლმე ფლოპზე, იმედი გექნება, რომ ფიში კარგად გადაიხდის ხოლმე და აი სეტოლიუს მუღამიც ეგ არის რა. მაგრამ როცა ეგეთი სიტუაცია არ არის, მაშინ Smobline-ზე ტრიბეთსა და ფოლდს შორის უნდა გააკეთო არჩევანი და 7-იანებით ფიქრობ, რომ ტრიბეთი უფრო კარგი გადაწყვეტილება იქნება. შეიძლება რავი, 6-იანებითაც
და უკვე ხუთიანებიდან ქვემოთ შეგიძლია გადაყარო რა. ჩვეულებრივად აი ეგეთი ოპონენტმა დაჩეკა, ოპონენტის ჩეკის წინააღმდეგ გასვლას. დიდი აზრი არ უნდა ქონდეს ყოველ შემთხვევაში ამ ხელა საიზიგით გასვლას დიდი აზრი არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ შვიდიანებით რეალურად showdown value გაქვს, შენ ხა ამ სიტუაციაში არ ბლეფობ. რეალურად ამ სიტუაციაში შეგიძლია რომ რაღაცას გადაახტევინო. და აი პირობითად რომ 5-იანს გადაახტევინო, ამ ხელა საიზინგი არ არის მაინდა-მაინც გამართლებული, ჩემი აზრით ან ჩეკი იქნებოდა გამართლებული, ან ძალიან პატარა ფსონი ბლოკბეთი რაღაცა 1/4 ბოტი. ამის დაკოლვა არ ამგონია ლოგიკური იყოს, თუ ოპონენტი რა თქმა უნდა მანიაკი არ არის. თუ ოპონენტი მანიაკია, გასაგებია, მაშინ შეიძლება დაკოლვა. მაგრამ აი რა არის ისი reverse უკვე ისეთი საიზინგი ქონა ნახმარის 2/13 3/4 რომ უკვე მაგაზე რეის რომ მიიღებ ხშირად ბლეფი არ იქნება ხოლმე შესაბამისად მანიაკთანაც შვიდიანებით ცოტა ოპტიმისტური კოლი იქნებოდა სავარაუდოდ რა ექსიანების არ იგებოდოთ. ექსიანები 5 ბლაინდი კოლით აი ამ სიტუაციაში არ არის პრობლემა. ეს არის სიტუაცია, სადაც ოფერეიზია 5 ბლაინდი, რაც მეტყოლებს, რომ ოპონენტს აქვს რაღაც ძალიან ძლიერი რეინჯი, პირველი პოზიციიდან 5 ბლაინდს არ ეიზებს. ან ძლიერი რეინჯის წინააღმდეგ სეტოლიოზე შესვლა. ზოგადად მომგებიანია, იქიდან გამომდინარე, რომ დავუშვათ ოვერწყვილი ყავს, რაღაც დამები კაროლები, რაღაც ეგეთი სავარაუდოდ დიდი შანსია, რომ კარგად გადაიხდის. რაც შეეხება მეორე ოპონენტს, არასრული სტეკია და კოლით შემოდის 5 ბლაინდზე, რაც კიდე დამატებითი мотиваციაა და რაც შეეხება big blinds, ისე არასრული სტეკია და ესეც დამატებითი мотиваციაა და ესეთი სიტუაცია არის ტიპიური სეტოლიუზე თამაშისთვის ხელსაყრელი სიტუაცია. აქ მომწონს ექვსიანებით თამაში. აქ არის სიტუაცია როგორი, call-out და თუ ექვსიანი მოვახონებს, ოფზე მარტო მე გვაინტერესებს თამაში და დანარჩენ შემთხვევებში არ გვაინტერესებს. უბრალოდ ჩვენთვის მომგებიანია, რომ ჩვენ ვიცით, რომ ყოველი 8 შემთხვევიდან ერთხელ სეტი მოგვივა და იმ ერთხელ ის არის ჩვენი ამბავი რა ერთი სიტყვით რა. და როცა სეტი არ მოვახოლმე და ნახვამდის რა. ნუ გასაგებია ერთი ბლაინდი და დაკოლო ეხა გასაგებია, რომ ეს იგივე ჩეკია რა. ეხა 6 ბლაინდში ერთ ბლაინდზე გამოდის ოპონენტი, ეს იგივე ჩეკია. შესაბამისად შეიძლება დაკოლო ის ექვსიანიც რომ მოვა, თან ექვსიან გული რო გიჭირავს ამ შემთხვევაში ამას უნდა მიაქციო ყურადღება. ექვსიან გული რო გიჭირავს ამ შემთხვევაში კარგია, იმიტომ რომ სეტი როცა მოგივა ეს ფლეშს არ დახურავს ხოლმე ის სეტი. ესეც კარგია. არ მოვიდა სეტი და ნუ გასაგებია, რა თქმა უნდა, ისეთ კარგი შანსებს იძლევა ოპონენტი, რომ ისევ კოლია ის ერთი ბლაინდი. ზოგჯერ ესე მე ყავს ხოლმე რაღაცა სიტყვაზე ცხრიანები ან დამები ან რაღაც ეგეთი, ოპონენტსაც აიღებს ხოლმე და გამოვა ხოლმე თითო ბლაინდი დაგვაველი უბეთა, მაგრამ არა უშავს რა. ანუ არაფრის მოგონებას აზრი არ აქვს. showdown value გაქვს, დაკოლო. როცა showdown value არა გაქვს, ერთი ბლაინდის წინააღმდეგ ჯობია ხოლმე რომ რეიზი ითამაშო და დაუშვათ დააყრევინო რა. აი სწორედ რაღაც 6-იან 5-იანი ან რაღაც ეგეთი რო უჭერო და ერთი ბლაინდის წინააღმდეგ რეიზი უფრო გამართლებული იქნებოდა რა. რეიზი მაგდროს ნუ მინიმუმ 1.5x მაინც უნდა იყოს ხოლმე რა. აი ანუ 1/13 ან 9 პოტის ფარგლებში რეიზი რა, დაახლოებით. კაროლები ვნახოთ. ესე ოფერეიზი 7 ბლაინდი არ არის სწორი თამაში, პირდაპირ ვამბობ, ესეთი რაღაცა კი გასაგებია რომ ოპონენტები შეიძლება გეგულებიან სუსტი ოპონენტები ბლაინდებზე, მაგრამ ანუ ამ 7 ბლაინდი ოფერეიზით მაინც რა ექსპლუატაცია ხდება ოპონენტების ვერ ხვდები რა. კი ტუზკაროლია, კი ძლიერი ხელია. ნუ პრინციპში რავი, კი შეიძლება რატომაც არა რა. აი იზოლირება მაინც შეიძლება ხოლმე, მაგრამ უბრალოდ ის არის რომ ძალიან დიდ fold equity-ს ქმნის ეს 7 ბლაინდი ჩემი აზრით. ესე ანუ როცა ლიმპი არ არის, ხო? ლიმპი როცა ანუ მოთამაშე აცხადებს რომ თამაში უნდა და
შესაბამისად იმას რომ იზოლირებას უკეთებ 7 ბლაინდით სიტყვაზე ან მეტით თან ყარიფულიც მეტია და მომენტ ფოლდოქვით რო შეიქას პრობლემა არ არის, მაგრამ ესე დროს როცა მარტო ბლაინდებია, ანუ ძალიან ხშირად უბრალოდ ყველა დაყრის ხოლმე და ბლაინდებს წაიღებ. ტუსკაროლს კიდე გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს ჩვეულებრივი სტანდარტული. რავი, 3 თუ ექსპლუატაცია 4 ბლაინდი შეიძლება გააკეთოს. 7 ბლაინდი რეიზი. რავი. აი ეს ვაკუუმში ვერ იტყვი რომ ცალსახად შეცდომაა, იმიტომ რომ პოკერში როგორ რამე იცი, ინფორმაციით ბევრი ქმედების გამართლება არის შესაძლებელი. შემოთქვა რომ აი big blind-ზე იჯდა ტიპი, რომელიც ვიცი რომ 100%-იანი დამიქოლავდა და შესაბამისად გავედი 7 blind-ზე. ეგ დროს არის ხოლმე რაღაც სპეციფიკური სიტუაციები, რომელიც პირდაპირ შეიძლება გაფუშვო და უშვათ რა, რაღაც ტუსკაროლი. ანუ ამ შემთხვევაში მე მგონი აი ეს ოპონენტია ეგეთი. აქ ხა სწორად აგზელებ აგრესიას კი ბატონო. ერთ იმიტომ რომ ძლიერი ხელი მოვიდა და მეორე ერთ იმიტომ რომ ნუ მეტაკლებად რაღაცა შესაძლებლობები არის რა ამ ფლოპზე იქ ფლეშ დროებია იქ გაჩოტები სასტრიტეები და რაღაცები. თან ეს 7 ბლაინდს კიდე რა მინუსი აქვს იცი რომ რეიზი ან ტრიბეთი ძალიან იშვიათად მოხდება რა. უფრო ხშირად კოლი მოხდება ხოლმე რა, როცა 7 ბლაინდს გადიხარ და როცა დავუშვათ აი 3 ბლაინდსო გასულიყავი ჩვეულება სტანდარტულად, როგორც ახლა ამ სიტუაციაში ტრიბეთი მოხდა, შეიძლება და იმ სიტუაციაშიც მოხდებოდა, ხო? დავუშვათ ეს ოპონენტი და რავი, პრეფლოპზე ვესტექსზე წამოგეყვანა რაღაცა ტუზვალეტიდან, ტუზათიანიდან რაღაც ეგეთით რა. და 7 ბლაინდზე კიდე არ დაგატრიბეთებს. კაროლდამას არ დაატრიბეთებს რა. ანუ არაფერს არ დაატრიბეთებს რა. უბრალოდ ყველაფერს დაქოლავს. 7 ბლაინდი ოპერეიზი თითქმის უკვე ტრიბეთ პოტია და შესაბამისად არ დაგატრიბეთებენ და შეგიძლია მაგას როცა ტუსკაროლი გიჭირავს გაწყობს რომ დაგატრიბეთონ, იმიტომ რომ მე შენ საფასხოდ დაფუშავ და პრეფლოპონის ითამაშებ, ანუ რაღაცა ჰენდებთან რომელიც დომინაციის ქვეშ იქნებიან რა. მოკლედ აი პირდაპირ როგორც დავიწყეთ სესია იმით დარიგებით სადაც აი კაროლდამა თამაშობდა გაჩოტით და ეგ არის სიტუაცია რომელიც აი აბსოლუტურად ჭამს ყველანაირ win rates მიკროლიმიტებზე, ანუ ეს პასიურად გათრეული მომდოდინე ხელები, აი ზოგადად ეგ ფაქტორი უნდა გაითვალისწინო, რომ პასიურად გათამაშებული მომდოდინე ხელები, აი ვაკუუმში, ხო? არ არის მაინდა-მაინც ხელსაყრელი რაღაცა. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ საერთოდ არ შეიძლება. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, სადაც აბსოლუტურად მომგებიანია პასიურად წაყვანა გინა ფლეშ დროზე, გინა სტრეიტ დროზე, განსაკუთრებით სტრეიტ დროების, იმიტომ რომ როცა სტრეიტა უფრო ნაკლებად ხდება ხალხს თვალში და მე კარგად ანაზღაურებენ, მაგრამ კარგად დაფიქრებული უნდა იყოს საქმე, როცა 5x რეისს იღებ ფლოპზე და გაჩოტი გიჭირავს, ეს სხვა სიტუაციაა და როცა მაგალითად რაღაც 1/13-ს გამოდის ოპონენტი შენ OES-ზე გიჭირავს, ეს სხვა სიტუაციაა. ანუ კარგად უნდა იყოს დათვლილი ეს ოცსები რა. რამხელა შანსები გაქვს პოტში, რამხელა იმპლაიდები გაქვს, ანუ რამდენად გადამხდელი ოპონენტია და რამდენი აუტი გაქვს და როგორი რეალიზების შანსი გაქვს პოზიციიდან გამომდინარე. ანუ პოზიციაში თუ ხარ უფრო ადვილია მომდოდინე ხელის გათამაშება, თუ პოზიციოდ ხარ უფრო ძნელია. ანუ რო გასტრეიტავ მე რივერზე მაგალითად დონკით მოგიწევს რომ დააველიუბეთო და ეგ არ არის ხოლმე ხელსაყრელი, მაგ დროს უფრო ხშირად ფოლდი ჯობია ხოლმე. როცა პოზიციაში ხარ, ეგ უკვე სხვა ამბავია. აი ეს სამი ფაქტორია. შენი equity, გადასახადი და პოზიცია. აქ რა ვითამაშეთ? ნუ რეიზი კი ბატონო, ორხრივის ასეთი რეიზი შვენიერია. პოზიციოთ პირდაპირ, ანუ განმობარება ინიციატივის ჯობია, კი ბატონო.
აქ heads-up-ი მიდის რეგულართან. ეს არ გავუწევდი არანაირ რეკომენდაციას. ორი მიზეზის გამო, ამაზე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ეხაც ვიტყვი ბარემ. იმიტომ რომ heads-up-ი არის ჩათვალე სხვა დისციპლინა. heads-up-ი არის ძალიან განსხვავებული სტრატეგია Six Max-ის სტრატეგიისგან. აქ არის რავი აი უბრალოდ ძალიან სხვანაირად ხდება preflop range-ის წაყვანა და კიდე flop-ზე კონვერტების წაყვანა ვაფშე სხვანაირად ხდება. Six Max-ზე რომ რაღაცაზე range check-ი გაქვს, იმაზე heads-up-ზე შეიძლება პირიქით range bet-ი გქონდეს რა. აი ძალიან განსხვავებული სტრატეგიაა. და როცა აშკარად რეკრეაციულ მოთამაშესთან თამაშობ, მაგას კიდე არ აუშავს, მაგრამ როცა რეგულართან თამაშობ, ამას ასე ვთქვათ, ერთადერთი რასაც ეს heads-up-ი ჩემი აზრით აქ გიკეთებს, ის არის რომ უბრალოდ კონცენტრაციის და ყურადღებას გიჭამს იმისათვის რომ მიაქციო ყურადღება დანარჩენ მაგიდებს და კიდე აქ რაღაცა დარიგდება რაღაცა დისპერსიული დარიგებები, რომლებიც საბოლოო ჯამში ან ტილტის მიზეზი გახდება, ან რაღაც ეგეთი რა. ესე დროს აკეთებს sit-outs და ელოდები სანამ რეკრეაციული მოთამაშე არ მოვა და რეკრეაციული მოთამაშე რომ მოვა, აგრძელებ თამაშს, ეგ არის და ეგ. ეს ხა ეს მინიმალური ტრიბეთი როცა ყველა ვარიანტი ხოლი იწევს. ცხრა ბლაინდი იზოლირებასაც შეეხება. მე მაგალითად ძალიან დარწმუნებული თუ იქნებოდი რომ ოპონენტი ყველაფერს ქოლავს, მარტო მაგ კითხვაში გავიდოდი ამდენს. მაგრამ არის ხოლმე მაინც სიტუაციები, სადაც კი ოპონენტი იმდენად ყველაფრის მზად არის ხოლმე, რომ შეიძლება ესეთი რეიზი კი ბატონო, ეს როგორც ჩანს ეგეთი ოპონენტია. აქ ნამეტანი დიდი საიზინგია 18 ბლაინდი ჩემი აზრით რა ჩვეულებრივ აქ უკვე სტანდარტული საიზინგით გავაგრძელებდი იმიტომ რომ ძალიან შრალი ფლოპი მოვიდა ძალიან დიდი fold equity-ა რა ხა ორგანი თუ ყავს იმასთან უკან ხარ და ეგ არ გვაინტერესებს მაგრამ ერთ-ერთი ცხრიანია რასაც შეიძლება ოპონენტი მოდებოდა და თავიდანვე რამე ძლიერი ხელი წესით არ უნდა ჭეროდა ეხლა limcolis range-ში და ეხლა ამას ყავს ძალიან ბევრი wallet 7-იანი და wallet 5-იანი ხელში და ესე პირდაპირ დააყრებინო, მე მგონი არ იქნება სწორი. აქ მე პირიქით პატარა საიზინგს გავიდოდი რაღაცას, რომ ანუ ცოტა მაპროვოცირებელი საიზინგი ყოფილიყო, რომ რაღაცა იქნება რეიზი მიმეღო რაღაცა ცხრიანისგან თუნდაც ან რამე ბლეფებისგან რა. ფლოპზე მასე დიდი საიზინგით შემთხვევაში folds ნახავ ხოლმე და ეგ იქნება რა. აჰა, call-ი შეიძლება და კი ბატონო, forbet-ი მაგ სიტუაციაში როგორ არის იცი ეს ოპონენტი და აგრესიულია რომ ამ სიტუაციაში დავხვდეთ ამ ოპონენტის იზოლირებისთვის შეიძლება რომ აქედან ნეტი რაღაცა 15-18 რეიზი გაიკეთებინა რომ ეს ოპონენტი ერთ-ერთი დაგეტოვებინა და მე პოტენციურად სტეკზე გეთამაშა რა ანუ ეს ოპონენტი იმდენად თავისუფლად თამაშობს რომ ცხრიანები საკმაოდ ძლიერი ხელია მაგასაც ეთამაშოთ ჩემი აზრით კიდე უნდა გაგეზარდა რა რეიზი და გაიკეთებინა ჩემი აზრით აქ call-ი ჯობდა რეის ალბათ მაინც ორი ოპონენტია თან ძლიერი ხელი გაქვს არაფერს არ გეშინია ესეთი თემა ეხლა მესამე ორ-კარდი რომ მოვიდა შეიძლება პოზიციაში შეიძლება მაინც დაქოლოა კიდე ერთი ფსონის ან დაყრაც შეცდომა დაყრაც არ იქნებოდა რა ტრიბეთი ხო აქ ტრიბეთის საიზინგი ძალიან პატარაა, ცოტა დიდი საიზინგი ჯობია ჩემი აზრით, ანუ 4x-ი რა დაახლოებით, იმიტომ რომ ოპოზიციოდ ხარ, ან big blind-ი 1-1-ზე ოპოზიციოდ არის. ტრიბეთის საიზინგზე უკვე თქვი რა.
check-raise-იც იგივეს ვიტყვი, ან check-raise-ით თუ გინდა რომ რამე fold equity შექმნა, უპოზიციოთ ჯობია 3.4x-ისკენ წაიყვანო ხოლმე check-raise. თუმცა თუ turns-ზე street-ებს დაიჭერ ხოლმე არ არის პრობლემა. ეს ნახევრად ხუმრობით თქო. კი ბატონო, value bet-ი კარგია. და river-ზე ანუ value bet-ი გასაკეთებელია თქმა უნდა, მაგრამ რა sizing-ი ჯობია? დიდი sizing-ი, მინიმუმ 3/4-დი ალბათ რა. კი ბატონო. overbet-ი მეგონი ნამეტანია. შეიძლება, მაგრამ აი სტანდარტული 3/4-დი ალბათ უფრო გამართლებული იქნებოდა ჩემი აზრით. როცა არა კომენტარებს, ესე იგი ყველაფერი სტანდარტულად მიდის. ნახევარი ვიდეო თითქმის კი არა გავიარეთ. ტრიბეთის საიზინგსაც შეეხება. ეხა წეღან იყო რაღაც 3x-ი, ეხა არის თითქმის 5x. კი არა და 5x. ანუ უნდა დაბალანსებული საიზინგით დაატრიბეთო. როცა ეთამაშები რეგულარს მით უმეტეს დაატრიბეთა ერთ და იგივე საიზინგით. იმიტომ რომ აი ესე შეხედავს რომ ერთხელ 3x დაატრიბეთე მერე ის და ნუ ძალიან ადვილი გამოსაცნობია რომ დიდი საიზინგის წინააღმდეგ უფრო ფრთხილად ითამაშებს ვიდრე პატარა საიზინგების წინააღმდეგ. ანუ ეს ინტუიციურად მისახვედრია, სტრატეგიულადაც სწორია და ყველანაირად. რა შეეხება ტოზათიანს იზოლირება 5 ბლაინდით. აუცილებლად 5 ბლაინდია საჭირო ესეთ სიტუაციაში. ანუ მე სიმართლე გითხრა ხა, ვერ დავიჭირე კარგად ლოგიკა. მე მგონი შენი ხელი სიძლიერიდან გამომდინარეობს ლოგიკა, რამხელა საიზინგს არ ეიგზებ და ეს ძალიან სტარი დამოკიდებულებაა ჩემი აზრით. ანუ სიტუაციურად უნდა გამომდინარეობდეს რამხელა საიზინგით აკეთებ იზოლირებას. ანუ სტატიკური იზოლირება არის წეღან როგორც ახსენი 3 blinds plus 1 blindy plus 1 blindy უპოზიციოთ. ანუ ლიმპერზე 1 blindy რა. და თუ რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა შეიძლება უფრო დიდი საიზინგი დაარეიზო, მაგალითად აი ამ ოპონენტთან როგორცარეიზებდი წეღან. მაგრამ არა შენი ხელის სიძლიერიდან გამომდინარე, არამედ სიტუაციიდან გამომდინარე, ანუ ოპონენტთან გამომდინარე და ვინც არ უნდა იყოს რომ ლიმპავს, აქ 5 ბლაინდი უნდა დაარეიზო ყველა ვარიანტი. კაი, თუ სკაროლით დავატრიბეთ ეს. ეხლა აქ უნდა გვახსოვდეს რომ ოპონენტმა 5x-ი ტრიბეთი დაქოლა, ანუ რაღაცა ძლიერი ყავს. თუმცა ამ ფლოპზე კი ბატონო შეიძლება აგრესიის გაგრძელება, ნახევარი პოტი სავსებით საკმარისი იქნებოდა. დაახლოებით იგივე ნახევარი პოტია რა 55% კი ბატონო შეიძლება. აქ მეორე ბარელის დაზრზეა დიდად ვერ ხედავს სიმართლე რო თქვა. იმიტომ რომ რაღაცას მოედო სავარაუდო ოპონენტი. თუმცა გაჩოტი კი დავიჭირეთ. ზოგადად აი მეორე ბარელისთვის ეს გაჩოტი კარგი კარტია. ანუ გაჩოტი რომ მოდის მეორე ბარელისთვის ეს კარგი მას იძლევა რა. ანუ სულ არ მოსულიყო გაჩოტი და უბრალოდ ნუ გამორიცხული იქნებოდა ეს მეორე ბარელი. მაგრამ ახლა მოვიდა გაჩოტი კიდე შესაძლებელია, მაგრამ ნუ მაშინ ისე ოლინი ჯობდა რა. თუ მაინც ამ გაჩოტის ამბავია და მაშინ ოლინი ჯობდა, მაგრამ აი ის არის რა. ანუ
ოღონდ თუ ბლეფობდი თერზე all-in ჯობდა რა. იმიტომ რომ fold equity-საც უფრო კარგად შექმნიდა და შენი ხელის ასე ვთქვათ რეალიზებასაც მოახდენდა. ანუ fold equity-ს რეალიზებას და equity-ს რეალიზებას. ანუ თუ დაკოლავდა შენი overcard-ი და გაჩოტი რეალიზდებოდა ყველა ვარიანტში, თუ არ დაკოლავდა კიდე fold equity რეალიზდებოდა რა ყველა ვარიანტში და ეხლა ამ შემთხვევაში river-ზე ძალიან პატარა ზომის all-in-ი რჩება, რომელზეც თითქმის მიბმული არის ბანკს ოპონენტი. კი, შეიძლება რაღაც იშვიათი ჰენდები კონდეს, რომელსაც დაყრის, მაგრამ აი ხა მაგალითად თუ მაგას ტუზვალეტი აქვს ძალიან გაუჭირდება დაყრა, იმიტომ რომ ძალიან კარგი შანსები აქვს რა. ეხლა რო აოლინებ, ეხლა შენ დავუშვეთ აი ამ 40 ბლაინდიდან დააოლინებ, 40 ბლაინდიდან დაკოლოს, ხო? 20% შემთხვევაში მოგება ყოფნის, რომ იმას აქნას რა. ანუ 5 შემთხვევაში ერთხელ მაინც უნდა მოიგოს, რომ დაკოლოს. 40 ბლაინდიდან დაკოლოს 200 ბლაინდისთვის. დაახლოებით ეგეთი თემაა და ტუზვალეტით სიტყვაზე დაკოლოს. უნდა დაკოლოს უბრალოდ და დაკოლოს თუ არა არ ვიცი. ხო თუ სიტყვაზე მან ვალეტს ვერ აყრევინებ, აი ტუზვალეტს თუ ვერ აყრევინებ სიტყვაზე, ხო? მაშინ იდეაში რას აყრევინებ? ვერ ხვდები, აი. რავი, რაღაც ხრიანები და რვიანები წესი თერზე უნდა დაეყარა. კაროლ ვალეტით უნდა დაიქოლა. აი შეიძლება რაღაცა იშვიათი ჰენდი ქონოდა, რომელსაც ისედაც უგებდი, მაგალითად რაღაცა ტუზდამა, კაროლდამა ან რაღაც ეგეთი აგურით ან აგურები ან რაღაც რა შეიძლება, არ ვიცი. მოკლედ არ ვიცი ეს არის. აქ რეიზი იქნება კარგი. მიუხედავად იმისა, რომ მოედე ძალიან ძლიერ ფლობს და ასე შემდეგ, აგრესიული დინამიკაა ოპონენტთან, ძალიან ესეთი აგრესიული იმიჯი გაქვს ოპონენტის თვალში, წინადარ იგივეზე 3 ბარელი ჩააჭირე, უკვე რამდენჯერმე ჩეკ რეიზი გააკეთე, აქაც უნდა გააკეთო ჩეკ რეიზი, უნდა გააგრძელო შენი აგრესიული იმიჯის გამოყენება, ასე ვთქვათ და საუბრობთ ეგრე უფრო კარგად იმუშავებს რა. თერზე ხა უკვე იგივე რაც თქვი. აი ხა ეს დონკვეთი არავითარ შემთხვევაში ნებისმიერ წინა ქუჩებზე რომ ჩეკ რეიზი გაიკეთებინა, უფრო ნაკლებად ძლიერი ხელის დემონსტრირება იქნებოდა, ვიდრე ეს დონკვეთი იყო. თან წინა ქუჩებზე fold equity უფრო ნაკლები იყო, იმიტომ რომ მომლოდინე ხელები ქონდა ოპონენტს თავის რეინჯში. მან უკვე მომლოდინე ხელები აღარა აქვს, რაც ქონდა 100 დინა და ეგ იყო რა. ერთი 10-იან ცხრიანი თუ ქონდა, იმით გასწრე და იმით თვითონაც გამოვიდოდა, იმითია შეიძლება არ გაგედონქა. ეს ტუზდამა რეიზი მომწონს. საიზინგი არ მომწონს, მაგრამ ეთი 25 ბლაინდის პარკლებში კაი იქნებოდა. აი საიზინგი აი ამიტომ არ მომწონს რა, რომ ძალიან ძვირი დაგიჯდა რა, უბრალოდ ძალიან ძვირი დაგიჯდა ეს ყველაფერი, როცა ოპონენტი მოედებოდა ხოლმე, ხო იცი რომ მოედებოდა არასოდეს არ დაყრიდა რა და ანუ ესე ძალიან პოტის გაბერვა ისეთი ხელით, რომელიც მზახელი არ არის და სავარაუდოდ ბევრ რაღაცასთან ძალიან პატარა equity გაქვს. ამ ხელა იმის ინვესტირება პრეფლობიდან არ იყო რა გამართლებული, ასე ვთქვათ. პრეფლობი ზოგადად დაბალი საიზინგი 3x-ია, ჩვენ 3x უნდა გეხმარა. 3x რეიზი. აი ხა აქაც უყურებ კიდე. სიმართლე რო თქვა,
ოპონენტებმა რაღაც სიტუაციებში რაც დაყარეს, ხო? თუნდაც მაგ სიტუაციაში, თუნდაც მანამდე რა სიტუაციებიც იყო. ზოგადად NL10-ზე ესე კარგად არ ყრიან ოპონენტები რა. რაღაცა წაგივა ხოლმე პალასა, რომ ყველაფერს დაქოლავს ვაფშე რა. ეგ თემაც არის. ასე რომ ეგის სიტუაციები არ არის, რა სიტუაციებითაც NL10-ზე ფული იშოვება რა, მაგის გამინდა. აი ეს რეიზი, კი ბატონო. წეგარვიანებითაც ეს რეიზი უნდა გეთამაშო. დალში. ესეთ სიტუაციაში ესეთი კარგი შანსებია, კი ბატონო, შეიძლება შესვლა. კი ბატონო, აი ტრიბეთი. ცოტა დიდი საიზინგის გაუწოდი რეკომენდაციას, ანუ წეგანაც კი გავიმეორებ, რომ უპოზიციოთ small blind-დან მინიმუმ 4x-ი და როცა 2 blind-ს არაიზებს ოპონენტი, კიდევ უფრო შეიძლება გაზარდოს საიზინგი. 9 blind-ი ის არის რა, სტანდარტია. საიზინგი აგრესიის გაგრძელების მომწონს აუცილებლად. აქ უბრალოდ call-ი, რა თქმა უნდა. Auf. ხო, არა, გასაგებია ვალეტებთან ყველა ვარიანტში სტეკზე წახვიდოდი, მაგრამ ოპონენტს აქ ძალიან ხშირად შეიძლება კონდეს უბრალოდ არაფერი და შენი 2 blind-ი raise-ი იყოს აპროვოცირებელი ფსონი რა. ანუ შეიძლება ოპონენტმა ეხა რაღაცა უჭირავს ვალეტ 7-იანი და შენ ახლა 2 blind-ს გახვედი, ოპონენტმა გადაწყვიტა რომ სუსტი ხარ და მაგიტო კი რეიზებს რა. ამიტომაც აქ ჯობია უბრალოდ დაქოლო რა. და ის ვალეტები და ძლიერი ხელები როცა უჭირავს, იმას ისედაც ეთამაშები სტეკზე, იმიტომ რომ ოპონენტს სტეკი თითქმის 1 SP არ ირჩება, ანუ 1 პოტის ხელ არ რჩება, ასე რომ ეგ არ იქნება ხოლმე პრობლემა რა. და თუ არ ეიზებ კიდე, მაშინ all-in ჯობია. იმიტომ რომ აი ეს 25 blind raise-ი უფრო ძლიერი ჩანს, ვიდრე all-in რა. ეს სეტი რო გქონდა, რეიზი კიდევ უფრო გამართლებული იქნებოდა, მაგრამ full house-ი რო გაქვს, ანუ აი ფლეშისაც არ გეშინია, არაფერს არ გეშინია შესაბამისად. უბრალოდ შეგიძლია დაქოლო და შემდეგ ქუჩაზე დაელოდო, რომ ოპონენტი თავის რაღაცა bluff range-ით გააგრძელებს თამაშს. აი ეს იყო იგივე ესა მსგავსი სიტუაცია წეღან აი გაჩოტით როგორც დაქოლე, მაგრამ აქ უკვე ძალიან ძლიერი ფლეშ რო გაქვს და აქ უკვე გაქვს შანსები კარგი რომ დაქოლო რა.
30 ბლაინდში რო გიწევს 10 ბლაინდის დაკოლვა, ანუ 25% რო გაქვს პოტენციები, რაღაცა იმპლაიდოცებიც გაქვს და ეს რეიზი არ მოწევს იმას რომ თქვა ქოლით გავაგრძელებდი, იმიტომ რომ ანუ უარეს ხელებს დიდად ვერ ახტევინებს ვერაფერს რა. რას უნდა კაროლიქს უნდა გადაახტევინოს მომენტ შეიძლება, მაგრამ ჯობია დაკოლო აქ რივერის არ გეშინია, იმიტომ რომ თუ გაგაძლიერებს რივერი ანუ აქ შენზე ძლიერი ხელი რაც არის ის არასოდეს არ დაეცემა, მაგალითად რაღაც კაროცხრიანი ან რუიანები ან რაღაც ეგეთი რო ეჭიროს ოპონენტს, ხო? ეგ არასოდეს არ დაეცემა და იდეაში ველიუბეთს აკეთებ და ველიუბეთი კიდე აი კაროლიქსთან, ну ეხლა შენი აგრესიული იმიჯიდან გამომდინარე კი შეიძლება აველიუბეთებდეს რაღაცას. ვერ გამორიცხო, მაგრამ ну მაინც ძალიან დიდი ფოლდეკვიტი იქნება ალბათ აქ რა. ზოგადად თერნის რეიზი, ჩეკ რეიზები ძალიან ძლიერია ხოლმე ისე. მაინც დავიმახსოვროთ. რივერის კიდე უფრო. აქ სავარაუდოდ უფრო ცუდი ხელი მაგრამ ხო მეორე საკითხია რომ აი რივერზე რანაირად გადაახტევინებდი რა, როცა რივერზე რივერზე რანაირად გადაახტევინებდი, როცა რივერზე დაუშვათ ის იყო რა, ოპოზიციოთ იყავი და დაჩეკვა მოგიწევდა და ოპონენტი სავარაუდოდ საპასუხოდ დაჩეკავდა. მაგ დროს თერნზე ჯობია ხოლმე დარეიზება ზოგადად, მაგრამ ხა ისეთი ძლიერი ხელიც არა გაქვს, რომ ეგეთ რაღაცებზე იფიქრო. აქ უბრალოდ კოლი და რივერზე ნახოთ რა იქნება თემა არის რა. რივერზე იღებ გადაწყვეტილებას. ან ძალიან ძლიერი არ ახარ რა ამ სიტუაციაში ერთით, ან კი ტუზი გააქვს, მაგრამ ოპონენტი შეიძლება ძალიან ბევრი რამე ქონდეს ტუზზე უფრო ძლიერი რა. ოპონენტის ხრიდან, ბარემ აქვე ვიტყვი. ეს ფსონი არ იყო გამართლებული ფსონი, თუ არ იყო ძლიერი. ორი ფლეშ დროდევს, რავი, მილიონის ასტრიტედევს და აქ თუ მეორე ბარელით გინდა რომ ოპონენტი დააველიუბეთო, კაროლიქსით არ არის გამართლებული ჩემი აზრით. იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან კარგ შანსებს აძლევ ფლეშ დროებს და სტრიტ დროებს ძალიან კარგ შანსებს აძლევ რომ უბრალოდ დაგიქოლონ და ნახონ რივერი. ტუს აქეთ უხდი და ნუ იდეაში დაყრით ვერაფერს ვერ აყრევინებ და. ხო, ეგეთი. ჰედზაფი მაინც ახლა ჩემი სპეციალობა არ არის ასე რომ ჰედზაფებში მაინც და მაინც მე ნუმენდობით გადაამოწმეთ ინფორმაცია. უკვე ვამთავრებთ. დავთავრდა ჩვენი ვიდეო. აქვე დავამატებდი რომ
ხო, შეჯამების სახით ვიტყოდი იმას, რომ რავი, აი ესე ერთი რამე რომ გამოვყო არ შემიძლია, იყო რაღაცა სიტუაციები, სადაც ცოტა ესე იყო გათამაშებული, რადგან იქვე დავაკომენტარე. განსაკუთრებით აი მოვლოდინე ხელებთან დაკავშირებით. აგრესიასაც შეეხება. კარგია რომ აგრესიული თამაშის სტილი გაქვს, ეგ ზოგადად ზოგადად პოკერში უპირატესობაა, ინიციატივა, უფრო ინიციატივას ვიტყოდი, აგრესიის ნაცვლად. მაგრამ აი ამ აგრესიას აი სწორი რაღაცნაირი კორექტირება და მართვა ჭირდება. ანუ აი ძალიან გონივრული უნდა იყოს ხოლმე რაღაც სიტუაციებში ასე ვთქვათ აქტიური ქმედება რა, როცა აკეთებ, ანუ კარგი, ასე ვთქვათ, არგუმენტირებული უნდა იყოს და დანარჩენი უკვე ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება ლიდერბეტს ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, რომ ანუ ძალიან კარგი პირობები აქვთ მიკროლიმიტების სათამაშოდ, მაგრამ ხალხი მაინც არ თამაშობს ამ მიკროლიმიტებს. და ვფიქრობ, რომ არ ვიცი, ალბათ ეგ თვითონ მაგათ უნდა გააკეთონ რამენაირად, ეხა აჭარაზე მაგალითად მიკროლიმიტებზე ძალიან კარგი ექშენია. NL10-ზე აჭარაზეც არ არის მაინც კარგი ექშენი, მაგრამ აი NL5-ზე მაინც ბლომად ხალხია ხოლმე და რაღაცა და იდეაში მიკროლიმიტებიდან შენდება, მე მაღალ ლიმიტებზე თამაში რა, იმიტომ რომ ეს რეკრეაციული მოთამაშეები რაღაცას მოისტეკებიან, რაღაცა მე მაღალ ლიმიტზე გადაჯდებიან და ასე შემდეგ. ხო და რავი, ეგ ეხა აჭარამ წლები აშენა, ეგ ისა. ასე ვთქვათ, ფილდი, იმით რომ აქციები იდო წლების მანძილზე ყოველთვიურად აჭარაზე მიკროლიმიტებისთვის და რავი, მიეჩვია ხალხი თამაშს ამ აქციების ხათრით და მე ინერციით ეხაც გრძელდება, სავარაუდოდ. აქ კი არის რეიკბექი, მაგრამ რეიკბექი მაინც უფრო რეგულარებს აინტერესებთ, ანუ რეკრეაციულ მოთამაშეებს ცოტა კიდიათ რა, იმიტომ რომ ბევრს არ თამაშობენ და რეიკბექი შესაბამისად არ აინტერესებს და უფრო რაღაცეთი სახალისო აქციები აინტერესებს რა, დაიჭირე კარე და მოიგე Hyundai Gertz-ი ან რაღაც ეგეთი. ეხლა თლად ეგრე არა, Hyundai-ს არავინ არ გაათამაშებს, მაგრამ ის დაახლოებით აი ეგეთი რეკლამები რო აქვს რა აქციებს. ხო და რო არ არის აქციები ამ რეკრეაციულ მოთამაშეს დიდად არ აინტერესებთ ხოლმე რა. მოკლედ რეკომენდაციას გავუწევდი მხოლოდ კარგ შემადგენლობებში თამაშს, როცა მაგიდაზე არის ფიში, თუ არ არის არავითარ ნაკლები მაგიდები ითამაშეთ, არ იქნება პრობლემა. ხა ერთ-ერთი თამაშსაც შეეხება, თუ გაქვს ოპონენტზე უპირატესობა და თვლი რომ ოპონენტზე ასე ვთქვათ საკმარისად ჯობი ხარ რომ ეთამაშო ერთ-ერთზე და გიღირს ეთამაშო, კი ბატონო. როცა 4 მაგიდას თამაშობ, დიდი პრობლემა შეიძლება ეს არ იყოს, მაგრამ როცა მეტ მაგიდებს თამაშობ, მე უკვე ხდება ხოლმე პრობლემა, იმიტომ რომ ჰედზაფი საერთოდ ძალიან დიდ და ტრიმაქსი თუნდაც და ჰედზაფი ძალიან დიდ დისპერსიას ქმნის ერთი და ძალიან დიდ ყურადღების რესურსს ჭამს ეს მეორე რა. კარგი, დავამთავროთ აქ ეს ვიდეო. კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ.